მოსახლეობის კულტურული მომსახურების მიზნით ქარელის რაიონის მომსახურებას უწევს 36 საკულტურო დაწესებულება. აქედან 1 სარაიონო კულტურის სახლი, 4 სასოფლო კულტურის სახლები და 31 სასოფლო კლუბები. ასევე რაიონში მოქმედებს ფუნქციონირებს მოსახლეობას მომსახურებას უწევს 52 ბიბლიოთეკა. 1 ცენტრალური ბიბლიოთეკა, ჩვენ ქარელის ცენტრალური ბიბლიოთეკა, 4 საბავშვო ბიბლიოთეკა, 1 აგარის საქალაქო ბიბლიოთეკა. ასევე რაიონში ფუნქციონირებს 5 სამუსიკო სკოლა. ქარელის მუსიკალური სკოლა, რუისის მუსიკალური სკოლა, აგარის, ბრეთის და მოხისის. რაიონში ასევე ფუნქციონირებს 1 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. როგორი მდგომარეობაა ჩვენი რაიონის შემოქმედებით ცხოვრებაში? გულახდილად რომ გითხრათ, ჩვენი რაიონის შემოქმედებაში ცხოვრება მე პირადად არასაკმარისად მიმაჩნია. მაგრამ გვაქვს იმედები, ყვანდელი დღის იმედები ერთმა არ მოგვიშალოს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შეეფერება აი იმ წარჩინებულ და ცივილიზებულ ქალაქს და რაიონს. რაიონში მე განსაკუთრებით ახლა სასოფლო კულტურის სახლებიდან მინდა გამოვყო ბრეთის სასოფლო კლუბი, რომელიც ძალიან ხშირად საინტერესო ღონისძიებებს ატარებს. იქ მოქმედებს ინტერესების კლუბები აქვს, დრამატული წრეები აქვს. ქების ღირსი არის მე სასოფლო კულტურის სახლებიდან ბრეთის სასოფლო კულტურის სახლს გამოვყობ და მის დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელის რომლებიც ერთად ძალიან კოლეგიალურად უწყობენ ერთმანეთს ხარში უდგანან და საქმეც რა თქმა უნდა აი ესე კარგად გამოწვით. რაიონში ესე იგი ამ ჩვენი კულტსაგამთო დაწესებულებიდან განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი ქარელის სარაიონო კულტურის სახლი. მიუხედავად იმ გაჭირვებისა, მოგეხსენებათ ძალიან დაბალი ბაზა, ღარიბი ბაზა გაგვაჩნია. მოგეხსენებათ აგერ კულტურის სახლში არის მაყურებელთა დარბაზი, იატაკის გარეშე არის. მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, სხვადასხვა რაიონებიდან და დედაქალაქიდან ჩამოსულ კოლექტივებს ვიღებთ. სარაიონო კულტურის სახლში დღესდღეობით ფუნქციონირებს გიტარისტი ფუნქციონირებს, ქორეოგრაფიული სტუდია, სამჯერ შუცეგების წრე გაიხსნა, ახლა სულ რამდენიმე თვე არის. ასევე მოქმედებს ინტერესის კლუბები არის, ბილიარდის, ეს კლუბები ბილიარდის, მაგიდის ჩოგბურთის და მთელი რიგი სხვა გასართობი წრეები. ბატონო ლერი, ჩვენთვის ცნობილია, რომ ჩვენი რაიონის შემოქმედება წარსდგა რესპუბლიკურ დათვალიერებაზე. თუ შეიძლება მოკლედ აი ამ ფესტივალის შესახებ ვესაუბროთ. კი ბატონო. როგორც მოგეხსენებათ, ალბათ ჩვენთვის და ჩვენი რაიონის მაყურებლისათვის ყველასათვის ცნობილია, რომ 3 ივნისს, ესე იგი ქალაქ გორში მოეწყო რესპუბლიკური ფესტივალის ტურები. ამ ტურებში მონაწილეობას იღებდნენ, რა თქმა უნდა, ქართლის რეგიონის შემავალი რაიონები შედიოდნენ აქ. ესენი იყვნენ ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის. შესარჩევი ტურები რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. თანაც სხვათა შორის ისიც უნდა აღნიშნო, რომ თბილისიდან 11 კაცი იყო ჩამოსული ჟიურის წევრები, კომპეტენტური ისეთი თავის საქმის ძალიან კარგი მწოდნეები და 2 დღე არჩევდნენ იმ კოლექტივებს, რომლებიც შემდგომში ახლო მომავალში უნდა წარდგენილიყვნენ ჩვენს დედაქალაქში.
მე როგორც მოგახსენებთ იმას, რომ მე უკვე წინასწარ ვიცოდი რამდენიმე ნომერი ნამდვილად რომ გაიმარჯვებთ. მაგრამ ჩემთან მოულოდნელად იმ ორი ნომრისა 5 ნომერი გავიდა ესე იგი ამ ტურებში 5 ნომერი. ეს გამარჯვებულები, ამ ტურებში გამარჯვებულები არიან მხატვრული კითხვა, რომელსაც მურატ საზანდრიშვილი კითხულობდა. აქ არის შაქრის კოპინათთან არსებული ცეკვის ანსამბლი თიულური, რომლებიც ცეკვამ თიულური წარსდგნენ, ქალთა დუეტი ციცინო კარხიანისა და თამრიკო სიხაშვილის შესრულებით და ინდივიდუალური მომღერალი ქართულ ხალხური სიმღერების შემსრულებელი, რომელიც ფანდურზე სრულდებოდა, გოგი სვიანაძე. 22 ივნისს მოგვივიდა მოწვევა დედაქალაქში დასკვნითი ტური ფესტივალისა. რა თქმა უნდა, მე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით ჩვენი ორგანიზაციული საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ხელმძღვანელობა ხარში ამოგვიდგა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მელისე საზანდრიშვილი, რომელიც ჩვენთან იყო ის დღეები ავტობუსი გამოგვიყვეს და შემოქმედებით ჯგუფი წავედით დედაქალაქში. 15 სხვათაშორის მინდა აღვნიშნო, რომ 15 ავტობუსი ჩავიდა დედაქალაქში. მთლიან ესე იგი კოლონა ერთად მიდიოდა, ამ კოლონას კიდევ სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენლები აცილებდნენ. და შევიკრიბეთ რუსთაველის პროსპექტზე, მეტრო რუსთაველი რომ არის, აი შოთა რუსთაველის ძეგლთან. იქ რამდენიმე ნომერი გაიმართა, რა თქმა უნდა. შემდგომში გადაკეტილი იყო სხვათაშორის რუსთაველის პროსპექტი, გადაკეტილი. და ეს მონაწილეები მთელი კოლონა მუსიკის თანხლებით, ცეკვით და იმით წამოვიდნენ რუსთაველის თეატრისაკენ. სხვათაშორის ყველაფერი ძალიან ლამაზად და რეჟისორულად ლამაზად იყო, კარგი ჩანაფიქრი. დაიწყო ტურები. 6 საათი მიმდინარეობდა სხვათაშორის ეს ფესტივალი დაიწყო, გადაჭედილი იყო დარბაზი. ჩვენი რა თქმა უნდა ახლა ჩვენი რაიონის ეს გულშემატკივრები ვინც ვიყავით, ჩვენი რაიონის შემსრულებლების გამოსვლას გულისფანცქალით ველოდით. გამოვიდნენ, რა თქმა უნდა, შესანიშნავად გამოვიდნენ, ძალიან კარგად გამოვიდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ ეს გორიც გერა, გორი ძალიან კარგად გამოვიდა, კასპი, რა თქმა უნდა, ხაშურიც. მაგრამ აქედან ყველაზე უკეთესად მინდა აღვნიშნო, რომ გორი და კასპი გამოვიდა. წყობა რა ვიცი, ახლა მე ალბათ იმას ხელშეწყობაც აქვს იქა და ეს ყველაფერი. ხელშეწყობა თუ არა. ახლა მაპატია და მე კიდე განსვიფრებული ვიყავი, რომ ეს მშიერი მომღერლები და მსახიობები კიდევ როგორ მღეროდნენ და როგორ ცეკვავდნენ. კაცო თუ არ გემღერება, ძალით სიმღერა ძნელია, მაგრამ ეტყობა ქართული კაცის ბუნებაში, ეს რაც არ უნდა გაჭირვებოდეს, როგორც არ უნდა უჭირდეს. ის მაინც სიმღერებს და მაინც. ბრძოლაში სიმღერით მიდიოდა და ახლა ეს ბათალი ამ გაჭირვების და ავიწყდება ერთად. როდესაც მღერს. აროცეკოს. თუმცა აი სპექტაკლს ვთამაშობს. შემდგომში მინისტრის და ფესტივალის დახურულად გამოაცხადა მინისტრის მოადგილე მია გამრიკელმა და ჩვენი ეს გამარჯვებულები მურატ საზანდრიშვილი, გოგი სვიანაძე, მოცეკვავები, რა თქმა უნდა, დუეტის შემსრულებლები, ქალთა დუეტის შემსრულებლები კახიანი, ცისანა კახიანი და თამრიკო სიხაშვილი დააჯილდოეს როგორც მადლობის ფულცელით, ასევე ლაურეატობის სამხედრო ნიშნებით. სხვა გეგმები. ძალიან სასიამოვნო. თქვენ სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით? ჩვენი სამომავლო გეგმები აი ხლა ფესტივალზე ქონდა საუბარი. აი ასეთია.
სულ ახლო მომავალში შემოდგომით ოქტომბრის თვეში ვატარებთ შიდა ფესტივალს, ოლიმპიადას და თვალიერებას. ახლა ის რაც ჩვენ დაგვემთხვა როგორ დაგვემართა ახლა ამ ფესტივალთან დაკავშირებით ის რომ არ განმეორდეს 4 დღით ადრე გვავალებენ რომ ფესტივალზე უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მოგეხსენებათ დღევანდელი პირობები საწვავი არა გვაქვს, ტრანსპორტი ჭირს, მონაწილეები უნდა დაიაროს სოფლებში, გააფრთხილო, დაათვალიეროს შემოქმედებითი კოლექტივები. კი, მართალია, წარმატებებსაც მივახციეთ, ლაურეატებიც გახდნენ ჩვენი მონაწილეები. მაგრამ ის განცდა ჩვენ რაც გადავიტანეთ და ის ღერვა და მერიულობა, რომ ეს არ მოხდეს. აი საომავლოდ ხომ შეიძლება რა თქმა უნდა ალბათ იგივე ჩატარდეს ფესტივალები 66 წლებში. ვატარებთ შიდა ოლიმპიადას დათვალიერებას. აქ იქნებიან ყველა ჩვენი რაიონის სოფლის საკოლექციო დაწესებულებების შემოქმედებითი კოლექტივები. ჩვენ უკვე აქ დავსახავთ, შევამოწმებთ, შევარჩევთ, ზოგს მიუთითებთ. ამასთან დაკავშირებით ეს ჩვენი შიდა ეს ფესტივალი დათვალიერება როგორც აი ანგარიშის ჩაბერებასავით იქნება ჩვენი საკულტურო დაწესებულებების ხელმძღვანელობის. ასევე სამომავლოდ ჩვენ ვაპირებთ სპექტაკლი ასეთი არის ნოდარ დუმბაძის დიდრო ქორდა ჩვენ ეს 5 წლის წინათ განახორციელებთ დავდგით და მისი აღდგენა გვინდა და მეორე ნოველა არის ლეილა ბეროშვილის სამთო. თუ რაღაცა ესეთი არ შეგვემთხვევა და რაღაც დაბრკოლებები თუ არ წარმოგვეშვა. ამ სპექტაკლის აღდგენა გვინდა. დანარჩენი კიდე მომავალი გვიჩვენებს. როგორ წარმართება შევხედოთ ცხოვრებას. ელექტროენერგია თუ გქნება, ეს პატარა ჩვენ ძალიან გვიშლის უშუქობა. ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ყველაფერი ჩვენი თუნდაც იმ ინსტრუმენტია თუ რაც არის, ყველაფერი ელექტროენერგიასთან არის დაკავშირებული. და ჩვენ ანსამბლი გქონდა. ვოკალური ანსამბლი გქონდა, მამაკაცთა ის ანსამბლი გქონდა, ვოკალური ინსტრუმენტული ანსამბლი და აი ამ უშუქობის გამო დაგვეშალა. ვერ ადგიმტო რეპეტიციები ხომ უნდა ჩაატარო. ვერ მოხერხდა რეპეტიციები, ძალოვნებურად ერთი რეპეტიცია, 1 თვე, 2 თვე, 3, 4 თვე, 5 თვე და ანსამბლი იშლებას. სასურველია ვახტგეს ეკანს. დიახ, სასურველია. სასურველია, მაგრამ მე წეგნად წავონიშნე. ჩვენ გვინდა, თქვენც გვინდათ, არა? მათაც უნდა და ყველას უნდა, მაგრამ თუ ენერგია გვექნება ჩვენ. სად გაიარო რეპეტიცია? ის ინსტრუმენტი როგორ უნდა ახმიანო?